მოგესალმებით. დღეს მაქვს სერატანის ვარჯიში, სადაც ვიწყებ ზურგით და მივყვები ნელ-ნელა. პარალელურად, ვარჯიშის პარალელურად მინდა რომ აერობულ და ანაერობულ ვარჯიშებს სისტემას შევეხო. იმიტომ რომ გონია რომ რაღაცები ზედაპირულად გესმის, თვითონ ტრენერებსაც ზედაპირულად ესმით და ერთადერთი ინფორმაცია რაც ჟღერდება ხოლმე ამ ორ სისტემას შორის არის ის რომ აერობული არის ჟანგბადოვანი, ანაერობული არის უჟანგბადო. აერობული არის კარდიო და ანაერობული არის ძალისმიერი. რა თქმა უნდა, ეს ასეა ენერგიის საწვავის მხრივ, რა თქმა უნდა, განსხვავდება და ამაზეც ცოტათი ჟღერდება ხოლმე და ამაზეც მინდა დეტალურად ვისაუბრო, მაგრამ აერობული თუ არის ჟანგბადოვანი, თუ არის დაახლოებით ჩვენი გულისხმის 60-70%-მდე და ანაერობული არის 70%-ის ზემოთ, ხო? რეალურად იქ სადაც გული უფრო მეტად მუშაობს, გულისხმობს რომ ფილტვების და სასუნთქის სისტემაც უფრო მეტად მუშაობს, ხო? შესაბამისად, გული რო უფრო დატვირთვით მუშაობს, ფილტვები და სუნთქვა რო უფრო დატვირთვით მუშაობს, ეს გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმს უფრო მეტი ჟანგბადი მიეწოდება. შესაბამისად, რაინდაირად გამოდის ეს ანაერობული უჟანგბადო და იქ სადაც გულისხმ არის 60% და ნაკლები, რაინდაირად გამოდის ჟანგბადოვანი. ანუ ამ დეტალებზე მინდა რომ ჩაუკვირდეთ, დაგაფიქროთ და ამ დეტალებს მინდა რომ გავყვეთ და ამ დეტალებზე გესაუბროთ ვარჯიშის პარალელურად. ხო, მანამდე ორი გასახურებელი სეტი გავაკეთე და გადავიღე კიდევაც ლაპარაკიც გადავიღე, მაგრამ არის მოდა იმედია გამოვასწორებ. ხო, ეხლა სამუშაო სეტია 100 კილოს დავაყენებ და რამდენი სწავა. ანაერობული არის, სადაც უჟანგბადო გარემო არის და კუნთები სადაც წევენ მძიმე წონებს რა, ანუ მაღალი დატვირთვის ქვეშ მუშაობენ კუნთები. მაგრამ მოდი კიდევ უფრო მეტად ჩავხმავდეთ რა. გულისხმობ იმას, რომ ანაერობულის დროს, ვინაიდან გულისხმა უფრო არის გახშირებული, სუნთქვა უფრო არის გახშირებული, რეალურად ორგანიზმს უფრო მეტი ჟანგბადი მიეწოდება. შესაბამისად, რანაირად გამოდის ეს ანაერობული და უჟანგბადო რანაირად გამოდის, თუ ორგანიზმში უფრო მეტი ჟანგბადი ხდება. რანაირად და ამ მეტ ჟანგბადს მოიხმარენ სხვა კუნთები და არა აგონისტი კუნთები, ანუ ის კუნთები, რომელ კუნთებსაც ვავარჯიშებთ ძალისმიერად. და რატო ხდება ასე? თუ მაგალითად ეხლა მე ვავარჯიშებ ზურგს რა, სუნთქვა გახშირებული, ხო, ეს იმას ანიშნავს, რომ ზურგის კუნთები, ანუ აგონისტი მთავარი კუნთები, ზურგის უგანიერესი, რომელიც მოძრაობას აკეთებენ, ჟანგბადს ვერ მოიხმარენ, ანუ არ ყოფნის ეს კუნთებს ეს ჟანგბადი, რადგან ჭირდებათ უფრო სწრაფი ენერგია, ვინაიდან უნდა იწიოს უფრო მძიმე წონა. ხო და ენერგიის წყაროებთან მივდივართ აქ რა. ენერგიის წყაროები რა გვაქვს? ATF გვაქვს, პირდაპირ ATF, რომელიც დაახლოებით 2-3 წამი ყოფნის. მერე გვაქვს ფოსფოკრეატინი, რომელიც დაახლოებით 10-დან 12 წამამდე ყოფნის და ანუ ეს ის მომენტია, მაგალითად სპრინტერებზე რო გადავიდეთ რა, 60 მეტრს და 100 მეტრს რო დარბიან რა, ანუ ეს ის მანძილია, რომელიც 10-12 წამში იფარება, უნდა დაიფაროს და რომელიც დროსაც ადამიანის ორგანიზმი არის ყველაზე ძლიერი. ხო და მერე უკვე აქედან მოდის გლუკოზაზე და გლიკოგენზე გადავდივართ, სადაც ასევე ძლიერები ვართ, მაგრამ არა ისე როგორც ფოსფოკრეატინის შემთხვევაში, მაგრამ აქაც ძალისმიერი მაჩვენებლები ძლიერია და დაახლოებით გრძელდება წუთი-წუთნახევარი, შეიძლება ოდნავ უფრო მეტი, ოდნავ უფრო ნაკლები. გააჩნია ადამიანის ორგანიზმს რა და ესაც ანაერობულია, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ძალა გვჭირდება, იმიტომ რომ ATF-ის გამოყოფა შედარებით მარტივია და ამ შესაბამისად ამიტომ მოიხმარება ეს ენერგია. სამაგიეროდ იფლანგება დიდი რაოდენობით ენერგია, იმიტომ რომ გლუკოზა, გლიკოგენი რო იშლება, ორი მოლეკულა ATF გამოიყოფა, უცებ მოხმარდება და დანარჩენი არის უკვე ნაგავი რა, ეს რძემჟავას რასაც ვეძახის. ხო, ანუ მთავარი მომენტი არის ის, რომ იმის მიუხედავად, რომ მძიმე ფიზიკურ ვარჯიშებს ვაკეთებს და ამ მძიმე ფიზიკური ვარჯიშის
დროს ჩვენს ორგანიზმში უფრო მეტი ჟანგბადი შემოდის, იმიტომ რომ სუნთქვა გახშირებულია, გულისხევა გახშირებულია, ამის მიუხედავად ჩვენი სამიზნე კუნთები, იმ კუნთებზე, რომელზეც მუშაობთ, მაგალითად, ზურგის დროს, ლათფულ დაუნის დროს, ზურგის უგანიერესი, იმის მიუხედავად, რომ ორგანიზმში უფრო მეტი ჟანგბადია, ეს კუნთები მუშაობენ უჟანგბადო გარემოში. ეგ არის მეორე სამუშაოსაზე მივდივარ ახლა 100 კილოზე და სხვა ვარჯიშზე გადავიდეთ და მე უკვე გეტყვით რა მოსდის ამ ნახევარდაშლის პროდუქტებს, რაც კუნთში რჩება ანაერობული დაშლის პროცესში. ძალიან ჩავხლართე აი გეფიცები. ძალიან ჩავხლართე მეთქი. გაიგებენ, მაგრამ ანუ მარტივად ვერ ახსნა. ხო, რა შეიძლება? ანაერობული პროცესების დროს, ანაერობული გლიკოლიზის დროს. ხო თქვით, რომ ეს არის რეალურად ჟანგბადოვანია, უბრალოდ იმ სამიზნე კუნთისთვის, რომლისთვისაც მუშაობთ, არის უჟანგბადო, იმიტომ რომ მას შედარებით სწრაფი ენერგიის წყარო ჭირდება, სწრაფი ენერგია ჭირდება. შესაბამისად, აქ გლუკოზა ბოლომდე ვერ იშლება. და რა მოსდის ნახევარდაშლის პროდუქტებს. კუნთში ეს რომ რჩება, იწყებს წვის პროცესი, აი უყურე დიდი რაოდენობით გამეორებებს რო აკეთებ უკვე 20-მდე რო ადიხარ და რო გიჭირს რა, მაგ დროს გაქვს წვის შეგრძნება და სწორედ ამ წვის შეგრძნებას გიტოვებს ეს ამ წვის შეგრძნებას გიჩენს ეს ანუ ნახევარდაშლის პროდუქტები, როგორც არის მზემჟავა მაგალითად. რეალურად ასეთია პროცესი რა, როცა ეს ნახევარდაშლის პროდუქტები დაგროვდა შედარებით დიდი რაოდენობით მიდის სხვა კუნთებში, სადაც აერობული სუნთქვა ხდება შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობით მიდის გულში, ნაკლები რაოდენობით, იმიტომ რომ გულსაც უყვარს ლაქტატის ბოლომდე დაშლა და ყველაზე ცოტა რაოდენობით მიდის ღვიძლში და ისევ გლუკოზა და გლიკოგენად გარდაიქმნება და ცოტა რაოდენობით იგივე კუნთებში რჩება, ოღონდ მოგვიანებით დაახლოებით 1 საათის ფარგლებში იწובה ბოლომდე. ანუ აერობულ გლიკოლიზში და კრეფსის ციკლში ბოლომდე თავისუფლდება და ბოლომდე ეს ნახევარდაშლის პროდუქტები იშლება. უშუალოდ ვარჯიშის პროცესში ხდება ამ ნახევარდაშლის პროდუქტების გადასვლა სხვა კუნთებში, რომელიც აერობულად მუშაობს, გულში, რომელიც ასევე აერობულად მუშაობს და ღვიძლში. სხვა კუნთებში აერობული პროცესები მიმდინარეობს და შესაბამისად ბოლომდე იშლება, ანუ კრეფსის ციკლში ხდება და დარჩენილი ენერგიის დიდი ნაწილი, რომელიც დარჩა აერობულის დროს, რომელიც ვერ დაიშალა, იშლება ბოლომდე რა. ეს ხდება უჯრედის პატარა მიტოქონდრიებში, ორგანელები ეწოდება ამათ, ანუ მიტოქონდრია არის ორგანელა, რომელიც არის მოთავსებული უჯრედში და რომელშიც ხდება ეს პროცესები, რომელშიც წარმოიქმნება ენერგია ATF. ანუ კრეფსის ციკლში ეს ჩაეშება და დაიშლება ბოლომდე რა. და უკვე გამოიყოფა აქ ნახშირ ორჟანგი, რომელსაც ამოვისუნთქავს და წყალი, რომელსაც ან უფლის სახით, ან შარდის სახით გამოიყოფა ჩვენი ორგანიზმიდან. ეს პროცესი მიმდინარეობს ასევე კუნთებთან ერთად გულში რა, იგივენაირი აერობული პროცესები მიმდინარეობს ორივე შემთხვევაში. რაც შეეხება ღვიძლს რა, ღვიძლში არ იშლება პირიქით, ღვიძლში საწინააღმდეგო პროცესი ხდება და ღვიძლში არათუ იშლება ეს ნახევარდაშლის პროდუქტები,
როგორიც არის ლაქტატი მაგალითად, ანუ პირიქით აღდგება რა და ისევ გლუკოზის და მე ისევ შეიძლება გლიკოგენის ფორმას უბრუნდება რა. ხო, ეს სამივე ეს ხდება, რაც შეეხება იგივე კუნთში, რომელიც ბოლომდე არ გადადის და კუნთში რჩება. მე ეს კუნთი ხო აერობულ პროცესებში გადადის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 9 საათში. თითქმის ბოლომდე დაშლილია ბოლომდე რა. და შესაბამისად, ანუ აქაც კიდე უყურე მეორე მესამე დღეს კუნთის ტკივილი რო გაქვს ხოლმე რა. და რო ამბობდნენ ხოლმე ადრე მაგალითად ეს კუნთის ტკივილი გაიხარე. რო ამბობდნენ ხოლმე რომ ეს კუნთის ტკივილი იმიტომ გაქვს რომ არის ძემჟავა გვატკებს კუნთს. არა, ძემჟავა ორგანიზმში დაახლოებით ვარჯიშის მერე 9 საათში თითქმის აღარ არის. სრულიად დაშლილია ხოლმე 2 საათში რა ძემჟავა. ჩათვალეთ რომ კუნთის ტკივილის მიზეზი შესაბამისად მეორე დღეს არის სხვა პროცესები. ეს არის მცირე დაზიანებები კუნთებში სუბუჯრედულ დონეზე. ნუ ეხლა უყურე რა ხდება პროცესებში ზოგადად რა. მაგალითად მარათონელი, რომელიც დიდ მანძილზე დარბის, ხო, ძირითადად აერობულად მუშაობს. შესაბამისად ის ძალიან გვიან იღლება, ვინაიდან აქ მიდის სრული დაშლის პროცესები ამ საენერგიო მარაგების, როგორც არის გლიკოგენი, როგორც არის ასევე ცხიმი, ანუ ბოლომდე იშლება. შესაბამისად უფრო დიდი რაოდენობის ენერგია გვაქვს, თუმცა შედარებით ნელა აწვდის ორგანიზმს ამ ენერგიას რა და შესაბამისად მაგიტომ არის რომ მარათონელებს შეუძლიათ ხანგრძლივი საათობით სირბილი, ისე რომ არ შეისვენონ რა, ისე რომ კუნთი არ დაეყაროთ ძალიან, მაგრამ აქაც არის კიდე კი ამბობენ რომ აერობული პროცესები არა, მაგრამ მცირე რაოდენობით ანაერობული პროცესები აქაც მიდის. თუმცა იმდენად ცოტა რაოდენობით რომ უყურე ამ ნახევარდაშლის პროდუქტების აერობულში დაშლა ესწრება. შესაბამისად ის არ იღლება საათობით რო დარბის რა. პირველი 12 წამი ხარ ყველაზე ძლიერი, მერე დაახლოებით წუთნახევარი ხარ ნაკლებად ძლიერი, მაგრამ მაინც ძალის გამომუშავება შეგიძლია და მერე უკვე ეს ძალა საგრძნობლად მცირდება, იმიტომ რომ გადავდივართ აერობულ პროცესებში. სამუშაო სეტებს შორის ვიზახით რომ გჭირდება კარგად დასვენება და რაც გულისხმობთ კარგ დასვენებაში. ეს ენერგიის ყველაზე ისეთი წყარო, სადაც ყველაზე ძლიერი ხარ, ფოსფოკრეატინი 10-12 წამი. ეს 10-12 წამის სიძლიერე შევინარჩუნოთ და შემდეგ სეძეს რო ჯანზე ვიყოთ რა, მაგიტომ მნიშვნელოვანი არის რომ დავისვენოთ მინიმუმ 2 წუთი მაინც. რატომ? იმიტომ რომ 2 წუთი არის ეს ის დრო, რაც ჭირდება ორგანიზმს რომ ფოსფოკრეატინი აღადგინოს. ამ თემაზე მინდოდა მესაუბრა დღეს ვარჯიში იდეაში დავასრულე უკვე და მსგავს თემებით თუ გაინტერესებთ, გამოიწერეთ არხი რომ გავმრავლდეთ და კითხვები დასვით, რა გაინტერესებთ და იმ თემებზე ვისაუბროთ სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.